სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. როდესაც ჩვენ ვამბობთ ესეთ სიტყვას, რომ ქრისტიანობა გავრცელებული აზრით, რაც არსებობს, რა დატვირთვაც ამ ცნებას აქვს, დღეს ქრისტიანობა ამ გაგებით რელიგია არ არის, ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ ყოველი რელიგიაში რაღაც გარკვეული წესს, კანონები არის უმთავრესი და მათი აღსრულება, რომელთა აღსრულების შემთხვევაში ადამიანი იმკვიდრებს მდგომარეობას რამდგომა გარდაცვალების მერე, რასაც ესა თუ ის რელიგიას თავაზობს. მაგრამ ქრისტიანობაში საქმე სხვანაირად არის, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის წესი, კანონი, სჯული, ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი არის ცოცხალი ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა და ჩვენ შევძელით მისი დანახვა და ამიტომ ვართ ქრისტიანები, ცოცხალი ღმერთი, რომელიც არის პიროვნება, პიროვნულობა და სიცოცხლე და პიროვნულობა, სიცოცხლეა, აი გაგებით, გონიერი სიცოცხლე და პიროვნულობა ეს ფაქტობრივად სინონიმებია. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვართ რა ასეთები მისი მსგავსნი, ჩვენ უნდა გქონდეს მასთან ურთიერთობა. ამიტომ ფაქტობრივად თუ ჩვენს მოდი ესე ვთქვათ, რელიგიურ ცხოვრებაში არ ვლინდება ჩვენი ქრისტესთან კავშირი, ჩვენი გონება არ არის კონცენტრირებული უფალზე და რადგან ცოცხალია, ამიტომ როცა ვამბობთ უფალზე, შეიძლება ესე ვთქვათ, თუ ჩვენი გონება კონცენტრირებული არ არის იმაზე, თუ რა უნდა მას, რა უნდა უფალს, რა არის მისი ნება, რას ნიშნავს ის რელიგიური ფორმები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ქრისტიანობის სახით. შემიძლია თუ არა მე ვუარყო ეკლესია და ვიყო ქრისტიანი, თუ არ შემიძლია. შემიძლია თუ არა მე უარყო ეკლესიური საიდუმლოებანი და ვიყო ქრისტიანი. შემიძლია თუ არა ეს. და თუ ადამიანი სიღრმისეულად, სინდისიერად, გონებისმიერად ჩაიხედება ამ ყველაფერში, აღმოაჩენს, რომ მას არ შეუძლია ეკლესია უარყოს და დარჩეს, ადამიანს არ შეუძლია უარყოს ეკლესია და დარჩეს ქრისტიანად. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ეკლესია ჩვენი დაარსებული არ არის. ეკლესია თავად უფლის დაარსებულია. მერე ეკლესიის რაობა რა არის ეკლესია? რას ვაკეთებთ ჩვენ იქ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არათუ ორი დღის მოსულ ადამიანებს ეშლებათ და სულ ეშლებათ. ორი დღის მოსული ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა ისწავლა, 1-2 წაიკითხა და უკვე ქრისტიანია. ეს ისეთი სასაცილოა, უბრალოდ, სატირელი უფრო. რატომ არის რომ ჩვენ ალბათ ბევრს აგვიკითხავს, რომ ჩვენ ხო ვიცით, არსებობს ლოცვა, არსებობს ევქარისტია, არსებობს უამრავი სათნოება, მაგრამ ჩვენ გაგვიგია ესეთი რამე, რომ რა არის მთავარი მონაზვნები, გამოცდილი მონაზვნები, მონაზვნური სკოლა, სადაც არის მონაზნობა რა არის, ეს არის კონცენტრირებული ქრისტიანობა. რაზე საუბრობენ ისინი? რა არის მთავარი? რაზე შენდება ყველაფერი? მორჩილებაზე. და ადამიანებს ეს რაღაც არ ესმით, ან გაატარებენ ყურს მიღმა, ან თქვათ აღიზიანებთ კიდევაც. რას ნიშნავს მორჩილება? რატომ მორჩილება? რატომ ლოცვა არ არის მთავარი მაგალითად? მით უმეტეს ლოცვა სათნოებათა დედოფლად ითვლება. რატომ ზიარება არ არის მთავარი და მორჩილებაა? რატო ამბობენ რომ მორჩილება მთავარი და არა ზიარება? არა ლოცვა, თუნდაც გონებისმიერი ლოცვა და ასე შემდეგ. არა სიკეთე, არა ქველმოქმედება, არა ღვთისმსახურებას დასწრება. მაინდა-მაინც მორჩილებაზე რატო საუბრობენ? იმიტომ რომ მორჩილებით ყველაზე მთავარი ისწავლება, რომლის გარეშეც არც ლოცვა არ იქნება ლოცვა, არც ზიარება არ იქნება ზიარება და არაფერი არ იქნება არაფერი. რა ისწავლება მორჩილებით? მორჩილებით ისწავლება საკუთარი დაცემული ბუნების, რომელსაც აქვს პირუტყული და დემონური მიდრეკილებები, აი ამ საკუთარი დაცემული ბუნების ნების უარყოფა ხდება. ეს არის ერთადერთი, რომელიც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი გონებით ვიყოთ კონცენტრირებული ქრისტეზე, იმ გაგებით, რომ ესე გვაინტერესებდეს, რა უნდა მას, აი რა უნდა ქრისტეს, რა უნდა
ყოველი სიტყვა სულ ამას გეუბნებით, ყოველი არათუ საქციელი, არამედ სიტყვა და სიტყვას კიდე გულის სიტყვა უსწრებს. ყოველი სიტყვა უნდა აიწონოს, რას ამბობ და რატო ამბობ. ყოველი ემოცია უნდა გაკონტროლდეს, რომ გამოდის ეს ემოცია შენგან, აი ესე რომ მოდის ეს ემოცია შენგან და რაღაცა რომ გინდა. ადამიანს ხო ყოველთვის რაღაცა უნდა. აბა გაიხსენეთ, რამდენი შეცდომა დაგვიშვია ჩვენ ცხოვრებაში, როცა აი ეს ემოცია მოგაწובה და რაღაცა გინდა და გადაწყვეტილებას მიიღებ და გონია რომ ეს ნამდვილია, შენ გჭირდება, სამართლიანია, სწორია, კეთილია და მე აღმოჩნდა რომ რაღაც შარში გაეხვია და სისულელე გამოვიდა. რამდენჯერ ყოფილა ეს? რატო გვემართება ეს? და თუ შარში არ გაეხვია, იცით რა ხდება? თუ შარში არ გაეხვია, ვერ გზნობ. რომ შარში ხარ, იმიტომ არ გაეხვიე, გარეგნულად და შინაგანად დაცილდი ღმერთს. რატომ? იმიტომ რომ შენი რომ მოგაწובה ეს არ იყო ღმერთისგან. ღვთისნება არ იყო, ძალიან მარტივი. აი პავლე მოციქული დღევანდელ დღეს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, გასაგებია კორინთელებს ეუბნება, კაი ქრისტიანები იყვნენ კორინთელები, ვისაც კორინთელთა ეპისტოლები იცის, სხვაც არ იყვნენ კაი ქრისტიანები, პავლე ძალიან ბევრ მანკიერებაში ამხელს, მაგრამ ამავე დროს ქრისტიანებიც ხომ იყვნენ და კარგებიც ხომ იყვნენ იქ და ჭრელია ხო კორინთოს მრევლი და ასევე ჭრელია ჩვენი მრევლის და თანამედროვე ქრისტიანები ჭრელი ვართ და მაგრამ ეს პავლე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენ უნდა განვიკუთვნოთ საკუთარ თავზე. განვიკუთვნოთ ხო რომ გაცოცხლდეს, აბა ისე არ გაცოცხლდება სიტყვა თუ არ განვიკუთვნე. ხო და გვეუბნება რას? მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის ქრისტე იესოში რომ მოგეცა. ანუ პავლე მოციქული ხედავს რომ ჩვენში არის საღვთო მადლი. არის თუ არა ჩვენში საღვთო მადლი? აქ თუ არა პავლე მოციქულს სამადლობელი ღვთის წინაშე ჩვენს გამო. ხო ეს ჩვენ თავს ჩვენთონ კითხოთ, არის თუ არა ჩვენში ღვთის მადლი? მე ვფიქრობ რომ არის. დაუმსახურებლად ოღონდ ჩვენ არ დაგვიმსახურებია. არის ღვთის მადლი, იმიტომ ერთი სათნოება მაინც გვაქვს. მადლობა ღმერთს. ღვთისმსახურება გვიყვარს და მოდიხართ ღვთისმსახურებაზე ნებისმიერ დღეს. ეს ღვთის მადლის მოქმედების შედეგია, მაგრამ ეს საერთოდ არ არის საკმარისი ჩვენი ცხონებისთვის, იმიტომ რომ ის რომ ღვთის მადლი გიყვარს, რატო არ უნდა გიყვარდეს ღვთის მადლი? რატო როცა შენ გულს ეხება იმედით, სიცოცხლით და აღგავსებს მრავალი სიკეთით, რატომ არ უნდა გიყვარდეს? რომ მაგრამ ყოველ შემთხვევაში თლათ უგრძნობი გული არა გვაქვს, ესე იგი საღვთო მადლი ჩვენში არის. ამიტომ ეს მადლობა ღმერთს მადლობას ეუბნება ჩვენს გამო, შეიძლება ითქვას რომ ჩვენს გამო შეიძლება ეთქვა პავლე მოციქულს მადლობა. ეხლა პავლე მოციქული მე იწყებს დაკონკრეტებას. ზოგადი სიტყვებით არ შემოიფარგლება, რომ გვიყურებს და მადლობს ღმერთს. ეხლა რატო მადლობს? აკონკრეტებს. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ანუ ქრისტეში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით და აი აქ უკვე შეიძლება ცოტა შევფერხდეთ. ყოვლითურთ გამდიდრდით. ჯერ გამდიდრების თუ გვეტყობა რამე, ესე ვთქვათ, და ახლა ყოვლითურთ, ანუ ყველაფრით მდიდარი ხარ. გულისხმობა სულიერი სიმდიდრეები, გესმით. ყოვლითურთ გამდიდრდით მასში და კიდევ უფრო აკონკრეტებს. ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. ესე იგი ნახეთ, ცოდნა. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანი უკაცრავად სლენგისთვის აი სტაჟიანი მორწმუნე რასაც ქვია, დიდი ხანი რო ეკლესიაში ადამიანი, დიდი ხანი ეკლესიაში იმყოფება, გამოცდილებაც აქვს ყველაფერი. ძალიან უჭირს მიუხედავად ამისა, რომ იცის რა არის ღვთისნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, როცა არ იცის, არ იცის. ადამიანმა როცა იცის რა არის ღვთისნება, მაგრამ ეს ღვთისნება, რომელიც მოქმედებს და მუშაობს მის ცხოვრებაში, დიდ სიამოვნებას არ იწვევს, იმიტომ რომ განსასწრების სახით მოდის. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა რო ხდება, შეიძლება ის მოვიდეს განსასწრების სახით, შეიძლება საცდურის სახით, შეიძლება სიკეთის, შეიძლება ტკივილის, მაგრამ ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, უნდა ვცნობდეთ ღმერთს, როგორ მოქმედებს ის ჩვენში. და როდესაც განსასწრელი მოდის და მევალება, როგორც ქრისტიანს მოთმინებით და მადლიერებითაც მივიღოს განსასწრელი, ეს ხო ვიცი მე. მიუხედავად ამისა, ეს სიტყვები მათ შორის ეს ამ სიტყვამაც შეიძლება გამაღიზიანოს, ვიცი რომ ასე ამარა მაღიზიანებს. ასეთი მაგალითებიც ბევრი ვიცი მე პირადად, ეს მომყავს თქვენთვის, იმიტომ რომ
თხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანი ღიზიანდება ღმერთზე, ოღონ ამის თქმას ვერ ბედავს. ვერ ბედავს უბრალოდ ამის თქმას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ცოდნა უნდა გქონდეს, გამდიდრდით ცოდნით. ცოდნა უნდა გქონდეს, ღმერთი როგორ მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაში. და თუ ეს ცოდნა მაქვს, უდიდესი პასუხისმგებლობით ვიტყვით, თუ არა მაქვს ცოდნა, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვარ, მე არ მეცოდინება როგორ ვიცხოვრო. და თუ მაქვს ცოდნა, პასუხისმგებლობით ვიტვირთები, უფალი პირდაპირ ამბობს, ვინც მეტად იგუამება თუ არ შეასრულებს. იმიტომ რომ ეს ცოდნა მავალდებულებს უფრო მეტ მორჩილებას ღვთის განგებულებისადმი. და როდესაც ჩემ ცხოვრებაში ხანასიათა თქვათ ხო, ხანისია რაც მე მაინდა-მაინც არ ვსიამოვნებს, მე თუ ეს არ წავიკითხე როგორც ღვთის განგებულება შემოსული ჩემ ცხოვრებაში და თუ ცოდნა მაქვს უნდა წავიკითხო და რომ წავიკითხავ, მე თუ არ დავემორჩილი ამას სიმშვიდით, მოთმინებით, დიდსულოვნებით და მადლიერებითაც, არამედ ღმერთს ვუპროტესტებ. შეიძლება სიტყვით არ მოშვინაგანი მდგომარეობით. ესე იგი არის უკვე სავალალო მდგომარეობა. ხე წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ღმერთს უპროტესტებს შინაგანი მდგომარეობით, მეორე ადამიანს რას უზავს. აქედან ეს პრეტენზიულობა, იმიტომ არის ხოლმე საშიში, მე სულ გავფრთხილებ, ნუ ხართ პრეტენზიულები ერთმანეთის მიმართ, სამრევლოს მიმართ. ესმის, საერთოდ ნუ ხართ პრეტენზიულები. პრეტენზიული ადამიანი, თუ ეს მისი ცხოვრების წესია, ის ღმერთის მიმართაც პრეტენზიული იქნება. აი მაგათ თუ ადამიანს არავინ არ უყვარს, მას ღმერთიც არ უყვარს. თუ ადამიანს ყველა უყვარს, დიდი შესაძლებლობაა რომ ღმერთიც უყვარდეს. თუ ადამიანს სიკეთე ახარებს, ის შესაძლებელია, დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ მას ღმერთიც უყვარდეს, იმიტომ რომ ღმერთი კეთილი. ანუ მე მის თქმა მინდა, რომ ადამიანი არ შეიძლება რომ სადღაც ბოროტი იყოს და სადღაც კეთილი, სადღაც სამართლიანი და სადღაც უსამართლო, ან ხარ, ან არა ხარ. თუ პრეტენზიული ხარ, იქაც პრეტენზიული ხარ უფლის მიმართაც. და თუ პრეტენზიული არ ხარ, მაშინ იქაც არ იქნები პრეტენზიული. ვინაიდან ქრისტეს ეხლა გამდიდრდა და სიტყვით და ცოდნით გამდიდრებული ხართო. და ეს რას ნიშნავს გამდიდრება? წავიკითხე თეოლოგიური ნაშრომები? რა თქმა უნდა უნდა ვკითხულობდეთ. არა, მაგას არ ნიშნავს, უფრო დიდს ნიშნავს. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში. მოწმობა, ანუ გამოწმებული, ჩემი გული, ჩემმა გულმა განცდით იცის, შიგნით. ყველაფერი ის, რასაც ვკითხულობთ. სახარებაში, ლოცვის ტექსტებში, რო ბეზიარებით, რო სულიერი ცხოვრება გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვენ მარტო გონებით კი არ ვიცით. გონებით კონცენტრირებას ვახდენთ ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს ყველაფერი მოწმდება ჩვენში შიგნით შეგრძნებითად. ადამიანი მარტო ტვინი ხო არ არის, ან მარტო გონება ხო არ არის, რომ შევიმეცნე თეორიულად. მე ის უნდა განვიცადო. ხო? უნდა განვიცადო, მე უნდა შევიგრძნო, განვიცადო. ანუ თუ ჩვენ რწმენას არ განვიცდით და რწმენის განცდა ნიშნავს ღმერთის განცდას, ხო? მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. აი ქრისტეს მოწმობა, ანუ გამდიდრება ცოდნით ნიშნავს, რომ მე ღმერთს შიგნით გავიცდი, ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში. სხვა ადგილასაც ჩვენ ვიცით ხო წმინდა წერილში, რომ სული წმინდა ღმერთი ამოწმებს. უფალი სიტყვებია ეს, რომ სული წმინდა ღმერთი თქვენში ამოწმებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. როცა ეს მოწმობა ჩვენში არის, მერე შემდეგი ნაბიჯი. ასე რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, ამას რატო ამბობს? იმიტომ რომ ქრისტეს მოწმობა ჩვენში შეიძლება გამტკიცდეს, სიტყვით და ცოდნით გამდიდრდეთ, ნიჭები მოგვეცეს, მაგრამ ჩვენი თავისუფლება არ უქმდება ამითი და ჩვენი პიროვნული არჩევანი კვლავ ძალაშია. აი სანამ ჩვენი პიროვნული არჩევანი საჭიროა ჩვენთვის, მანამდე ჩვენ განსასწრების წინაშე ვართ. ჩვენ მაშინ აღმოვჩნდებით ცხონებულნი, მაგრამ ხორცში მყოფი ადამიანისათვის ეს თითქმის შეუძლებელია. ჩვენ მაშინ აღმოვჩნდებით ცხონებულ, როცა ჩვენ არჩევანი უკვე გასაკეთებელი აღარ გვექნება. არჩევანი საჭირო აღარ იქნება, შეგიძლია შენი პიროვნული არჩევანი გადააგდო. იმიტომ რომ პიროვნული არჩევანი უკვე ისე მყარად გააკეთე პიროვნული არჩევანი ქრისტეს მიმართულებით, რომ მას ძვრა აღარ ექნება. და ამიტომაც მეუბნება, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, გვაფხიზლებს ამ სიტყვებით. ქრისტეს მოწმობა შენში არაფერი ნიჭი არ გაკლია, ყველაფერი გაქვს იმისათვის, რომ ცხონდე. გვახსენებს პავლე მოციქული. და ერთ-ერთი დასტური, რომ აი თუ ასია და თუ ჩემი არჩევანია ღმერთი,
და ამ ცოდნას, რომელიც მეძლევა ჩემი გამოცდილებით თუ სწორად ვიყენებ, მაშინ ერთ-ერთი გამოვლინება ამის რა უნდა იყოს და აგრძელებს. მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას. ანუ ადამიანი არის სულ მოლოდინის მდგომარეობაში, რა მოლოდინის? ქრისტესთან შეხვედრის. არა ის, რომ ამ ცხოვრებაში სამოთხეს მოიწყო, არა ის, რომ რაღაცა თხოვე ღმერთს და შეგისრულა, გესმის? ისევ ამ ცხოვრებას ეხება ეს ყველაფერი, არა. ქრისტესთან შეხვედრას. მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას. გამოცხადებაში რა თქმა უნდა იგულისხმება მისი დიდებით დაბრუნება, ამას ყველანი მოველით აღდგომას ამ მკვდრეთი და ცხოვრებას ამ მერმისამის საუკუნეს, ანუ მასთან შეხვედრას, როცა ის დაბრუნდება და ჩვენ მკვდრეთით აღდგარი მას მივეგებებით, ეს ფინალი, თქვათ ის ფინალი, რომელიც საბოლოოდ აგვამკვიდრებს ღმერთში, მანამდე რა თქმა უნდა მოხდება გარდაცვალება, თუ ვერ მოვესწარით იმ დღეს, გარდაცვალებაც შეხვედრა ქრისტესთან და ნახეთ, გარდაცვალების მიმართ როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს, თუ მე ჩემი ნიჭი სწორად რეალიზდება ჩემში და თუ სწორი არჩევანი გავაკეთე. ღმერთთან შეხვედრის მოლოდინში ვარ, ანუ გარდაცვალების მოლოდინში ვარ და თუ პავლე მოციქულის სიმაღლემდე ავედი და მეუნება მე მომბაძეო, მაშინ მე მინდა კიდევაც ეს, იმიტომ რომ მენატრება ის, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებ. მასთან მინდა ბოლოს და ბოლოს ყოფნა. სულ მთელი ჩემი ცხოვრება რა არის? აი მე ვთქვათ, ვარ რიგითი მორწმუნე. რა არის მთელი ცხოვრება? დილას ავდგები ღმერთს ვადიდებ, ძილისი ღმერთს ვადიდებ. მთელი დღის განმავლობაში იესოს სახელს ვახსენებ, სულ მასზე ვფიქრობ, მის ცხოვრებას ვკითხულობ, მისი მოწაფეების ცხოვრებას ვკითხულობ, სულ ვცდილობ რომ მას სოციუმში უერთგულო, ვცდილობ ხშირად ვეზიარო რომ მასთან შეერთების უმწვერვალესი შესაძლებლობა გამოვიყენო, სულ აკეთებ ამას და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, თუ სწორად ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ მიწიერს კი არ ვითხოვ, მე ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ თქვა რაღაცა მიწიერი რაღაც სარგებელი მივიღო. არა მე შენთან ყოფნა მინდა, სხვა არაფერი, სხვას არაფერს არ ვითხოვ. ადამიანი ასე რო ცხოვრობს, იმას სიკვდილი შეეშინდება. და თუ ჩვენ არ გვიხარია გარდაცვალება და არ მივისწრაფით იქითკენ, ხო ეს რას ნიშნავს? ეს ხო ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ ესე, არ ვართ. რა თქმა უნდა, ზოგს არასწორად ესმის, სიკვდილისკენ სწრაფვა თვითმკვლელობას კი არ ნიშნავს, ან სიცოცხლის მოძულებას კი არ ნიშნავს. პირიქით, ასეთი ადამიანი თავისუფლდება სიკვდილის შიშისგან, იმიტომ რომ ის რისიც ყველას ეშინია, მე ის მახარებს. ანუ მისგან თავისუფალია, შიშისგან თავისუფალი ხდები, პლუს ვემორჩილები ღმერთს, როცა შენ გინა, მაშინ წამიყვან და ამავე დროს მისით, ანუ მარადიული სიცოცხლით უკვე ვხარობ აქ. ამიტომ ერთის ხრივ კი მინდა რომ წავიდე და მეორეს ხრივ აქაც ძალიან ბედნიერი ვარ. ღმერთით აქაც ძალიან ბედნიერი ვარ. ამიტომ ხიარულება და სიხარული ერთ-ერთი ნიშანია სწორად მაცხოვრებელი ადამიანის ქრისტიანის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და აი მოლოდინის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სულ მოველით და მაშინ ესე იგი ნიჭების სწორად არის გამოყენებული არჩევანი მაქვს ქრისტესზე. ქრისტეს გამოცხადებას ველოდებით, ვინც განგამტკიცეთ ბოლომდე, ანუ ქრისტე განგვამტკიცებს ბოლომდე, რათა უმწიკლონი ვიყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. ანუ ქრისტე გაგვაძლიერებს ჩვენს ბრძოლაში, იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება არსად არ წასულა ის ჩვენთან არის, რომ მასთან შეხვედრის ჟამს უმწიკლონი ვიყოთ, ანუ ვნების გარეშე, ანუ განწმენდილნი ვიყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს, ანუ მასთან შეხვედრის დღეს და რა თქმა უნდა სამსჯავროს დღეს. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. ანუ ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალა პავლე მოციქულმა, ხო ჩვენ გვეუბნება და მე ხა ადამიანმა შეიძლება დასვას კითხვა, რომ კი, მაგრამ ეს ყველაფერი მე მეხება თუ არ მეხება? ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეხება? და პავლე მოციქული მეუბნება, რომ როგორ არ გეხება, იმიტომ რომ ღმერთი სარწმუნოა, ღმერთს უნდა ენდო, იმიტომ რომ მან გიხმო შენ დაგიძახა, მოგიწოდა, რომ ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. ჩვენ რწმენაში ხო ღმერთმა მოგვიყვანა, შეეხო ჩვენს გულს ღმერთი და გითხრა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, მიდი მის ეკლესიაში და გახდი მისი ნაწილი, ეზიარე მას. ეს ზიარება ხო რას ნიშნავს? მასთან ერთობას. გესმის და ამიტომ ეს გააკეთა ღმერთმა, ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი გვეხება ჩვენ, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ჩვენ აქ არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, ღმერთმა მოგვიყვანა, დაგვაყენა, დაგვადგინა, რომ მასთან ერთობაში ვიყოთ, ზიარებულნი ვიყოთ ქრისტესთან. ამიტომ დიახაც ეს ყველაფერი სწორია და ჩვენ გვეხება. მაგრამ აგზელებს პავლე მოციქული, შეგაგონებთ ძმანო,
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გვაფრთხილებ, შეგაგონებ ზვანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ეხლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს. ყველას, ვიზია ლაპარაკი? ეკლესიაზეა ლაპარაკი. ეკლესია ერთობა, ქრისტეს მორწმუნე ერის ერთობა, რომელიც მისტიკურად არის დაკავშირებული, განკაცებული ღმერთის განღმრთობილ სხეულთან. ეს არის ეკლესია. ეკლესია არ არის უბრალოდ ადამიანთა ერთობა. ეკლესია არ არის უბრალოდ რაღაცა სპირიტუალური, რაღაცა ესეთი წარმოსახვითი, რაღაცა ოცნებითი, ინტუიციური განცდები ღმერთისა. ეკლესია და ქრისტიანობა შესაბამისად არის ქრისტეს მორწმუნე ერის ერთობა, რომელიც მისტიკურად, ანუ საიდუმლოებრივად დაკავშირებულია ადამიანად მოსული ღმერთის განღმრთობილ სხეულთან. არსობრივად დაკავშირებულია, ონტოლოგიურად დაკავშირებულია, გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს კავშირი არ არის მექანიკური პროცესი. ადამიანი რომ მოდის და პირს გააღებს და სიწმინდეს მიიღებს, ის მექანიკურად კი არ უკავშირდება. მექანიკურად, აი იუდამ გააყო პირი მამა თეოდორე და მამა ლუკა კი არის და ქრისტემ მისცა სიწმინდე. იმან მიიღო და მიღებისთანავე, სინქრონში მიღებისთანავე ეშმაკი შევიდა მის გულში. ხედავთ, რას ნიშნავს? მექანიკური პირის გაღება. თხილად ვიყოთ ყველანი, მექანიკურად ვერ ეზიარები. ზიარებას წინ უძღვის გულის მომზადება და გული უპირველეს ყოვლისა თავდაბლობით და თავდაბლობა კი მორჩილებით ვლინდება. თუ ადამიანს არ აქვს ეს თვისებები, რა თვისებებია? ქრისტეს თვისებებია. ისწავლეთ ჩემგან შვიდვარდამ დაბალგულითა. თუ ადამიანს არ აქვს თავდაბლობა მორჩილებით დადასტურებული, თუ ადამიანს არ აქვს სიმშვიდე და ყველაფერზე ფხუკიანოს ბრაზდება და მრისხანება იპყრობს, ჯერ ძალიან შორს არის იმისგან, რომ ქრისტეს შემოვიდეს შენში და გულში დამკვიდრდეს. ძალიან შორს არის ამისგან ადამიანი. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან ღმერთი თავისი გულმოწყალებით, წინსწრებით დაუმსახურებლად რაღაც მადლს გვაძლევს, მაინც გვეხება, მაგრამ თუ ადამიანი არ მუშაობს ამ მიმართულებით, ადამიანს საბოლოო ჯამში ის ვერ იქნება ეკლესიის ონტოლოგიური ნაწილი, არსობრივი ნაწილი. ესეც გავითვალისწინოთ. მაგრამ შეგაგონებთ ძმანო, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი. ნახეთ, ერთი გქონდეთ სათქმელი და თქვენ შორის ნუ იქნება განხეთქილება. რაში სათქმელი? ვინ რომ საცხოვრობს და ვისაც სამსახური აქვს და რომელი ტრანსპორტით უნდა წავიდეს, ამაზე ხო არ არის საუბარი. საუბარია სათქმელი რაზე? არსზე ჩვენი ცხოვრებისა, ანუ ქრისტეს მიმართ დამოკიდებულება საერთო უნდა იყოს ჩვენში. საერთო უნდა იყოს ჩვენი ხედვა უფლისაკენ სავალ გზაზე. ღვთისნება არ არის ორი, ერთია ღვთისნება. ამიტომ ჩემი და შენი ნება განსხვავდება. ჩვენ რო ჩვენი ნებით შევიკრიბებით, ჩვენ ერთმანეთთან კამათი მოგვდის. და სანამ ჩვენ, ამიტომ პავლე მოციქული იმიტომ ამბობს, კამათი ქრისტიანების საქმე არ არის. მე რო შენთან კამათი მეწყება, მე შენთან საერთო აღარ მაქვს. რა საერთო მაქვს შენთან როცა ვკამათობ? უნდა გავჩუმდე, გაგეცალო, დამთავრდა. ზოგი აღტყინებული ხდება კამათის ზოს და რისხანებაში ვარდება. დამთავრებულია. იმიტომ რომ თუ შენც და მეც ღვთისნებას ვატარებთ გულში, ჩვენ საკამათო რა გვაქვს? არაფერი საკამათო არ გვაქვს. ესე იგი, სანამ ჩვენ ვკამათობთ, სანამ ჩვენ ერთი არ გვაქვს სათქმელი, ჩვენ ეკლესიის წევრნი არა ვართ. გესმით, ესეც გაითვალისწინეთ. დახედეთ საკუთარ თავს, შეხედეთ. თქვენს ურთიერთობებს შეხედეთ. და მიხვდებით ძალიან კარგად რა ხდება. ღვთისნება არის გამსაზღვრელი, რომ ჩვენ ერთი გქონდეს სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება. განხეთქილება მოყვება შედეგად იმას, რომ ღვთისნება არ რეალიზდება და ხანდახან არ ჩანს, აი ორი ადამიანი კამათობს. თუ სულიერმა ადამიანმა ვინმე მგონიერმა შეხედა, ის მიხვდება სად არის ღვთისნება და სად არ არის. მაგრამ დაუშვათ, რომ ესეც სულიერი ადამიანი არ არის, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიკვლევს. და იცით რა ხდება? ეკლესია ხო არის? ზოგი ღვთის არის და ზოგი ეშმაკის. აი გახსოვთ ხორბალი და ღვარძლი. ერთმანეთს გვანან სანამ მომწიფდება და სანამ მკა დაიწყება. და მათი გარჩევა შეუძლებელია და უფალი ეუბნება ის ყანის პატრონი, გაანებეთ თავი. კის დროს დაველოდო და მერე გაირჩევა. ანუ ნახეთ, ეს ნიშნავს იმას,
რომ ეკლესია ამ შემთხვევაში ეს ყანა ეკლესიის სიმბოლოა, ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ხორბალნი, არიან ღვარძლი. ეხლა მე რო ეს ვიცი, მე თუ ცოტათი მაინც გონიერება მაქვს, ხო უნდა შემეშინდეს, ბიჭო, ემან ღვარძლი არ ვიყო მე რა. გესმის? გამოსავალი რა არის? ეხლა ხო შემეშინდა შეშინებული ყვარვილი, ეხლა რა გავაკეთო? ღვთისნება გამოიძიეთ ყოველ თქვენ სიტყვაში, ყოველ თქვენ საქმეში, ყოველ თქვენ მოქმედებაში და ამოწმეთ საკუთარი თავი ემანდა ღვარძლი არ იყო, დაბერდა ადამიანი ეკლესიაში და ყვდება და ჯოჯოხეთში მიდის. იმიტომ რომ ღვარძლი ყოფილა და არ იცოდა და რატო არ იცოდა? არ გამოუკლევია საკუთარი ქმედება, საკუთარი სიტყვა, საკუთარი ვიღაცა შეიძლება ერთულოს, ვიღაცას უნდა რომ მოვიდეს სამისანთელი დაანთოს და ცხონდეს. მასი არ ახდება. ღმერთს უნდა დავემსგავსოთ, ღმერთის შვილები უნდა გავხდეთ. ამიტომაც დიახას ერთი სათქმელი, იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. აი რას თავში გითხარით, გონება მხოლოდ ის, რაც ღვთისნებაა. გესმით, მხოლოდ ის, რაც ღვთისნებაა. და რაც ღვთისნება არ არის განვაგდო და ეს ისწავლება სამრევლოში. სამრევლოში ისწავლება. როგორც კი შენ ღვთისნებიდან გადიხარ გვერდზე, სამრევლო, ეს არის ქრისტეს სხეული. სამრევლოში შენი ქმედება ხდება დესტრუქციული. გესმის, დესტრუქციული ხდება. სამრევლოში არის წესრიგი, სამრევლოში არის შედარებითი სიმშვიდე, შედარებითი წესრიგი, შედარებითი სიმშვიდე, გარკვეული ტრადიცია, აი სამრევლოა, ტრადიცია, პატარა მოდელია ეკლესიის, ხო? ეკლესიის ნაწილია, ხო? თავის სისავსით ის იტევს ყველაფერს, იმიტომ ქრისტეს სხეულია, ხო? გასაგებია. თქო, მოდის ადამიანი, ან ძველი ადამიანი, ახალი ადამიანი, სულ ერთი არ აქვს მნიშვნელობა და აი ამ ტრადიციას, აი ამ სისავსეს, აი ამ წესრიგს შინოგონოთ ებრძვის. შინაგანად არ მოსწონს, არ უნდა ხდება დესტრუქციული. იმ წამს უნდა აუნთოს წითელმოშე, რა მემართება? მე ხო აქ მოვედი ოჯახში ქრისტეს სხეულია. ან შეიძლება დიდი ხანი აქ ვარ, მაგრამ რა მემართება? დიდი ხნის ადამიანი ვარ და რა მემართება? რა მჭირს? რატო არ მიხარია? რატო არ მომწონს არაფერი? რატო ყველას ვეჩხუბები, ყველას მიმართ რაღაც განწყო? რა ხდება? რატო ვარ დესტრუქციული იმ მდგომარეობის მიმართ, რაც სამრევლოში იმყოფება? ეს ყველაფერი ანალიზის ჩასატარებელია, განჯის უნარი უნდა გქონდეს. პროგრამა მივაქციოთ საკუთარ მდგომარეობას, იმიტომ რომ არ გამოგვეპაროს ჩვენი ღვარძლობა. ემად არ მოხდეს, არ დავბერდეთ როგორც ღვარძლები, გესმით? ამიტომ გვჭირდება, რომ აი ეს გაერთიანება, ეს ერთი გონებით, ერთი აზრით, ეს არის სწორედ ქრისტეს ნებაში გაერთიანება, რომელიც გადაგვარჩენს აი ამგვარი ტიპის განსასწრებისაგან და ისეთ სიხარულში და ბედნიერებაში შეგვიყვანს, რომელიც აქვე დაიწყება. რომლის მსგავსი არ არსებობს, იმიტომ რომ ღმერთის მსგავსი ხო არაფერი არ არის, ღმერთი აქვე იქნება ჩვენში და აქვე დაიწყება ჩვენი ბედნიერება, რომელსაც მარადისობაში დასასრული არ ექნება ქრისტე იესოში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.